მშვიდობისა მეგობრებო, ყველა სიხარული, ბედნიერება და ყველაფერი კარგი. დავთვალია უფალი იყოს ჩვენთან. ჩვენ კიდე განვაგრძოთ ჩვენი ჩვენებური ავტოტური, ანუ ეს მოგზაურობა. ფაქტიურად ეს ჩვენი ორთვიანი მოგზაურობა თავდება. ერთ-ორ სამ დღეში უკვე ჩავალ დეტროიტში. დეტროიტიდან გადავფრინდები ნიუ-იორკში. ერთი სამი დღე ვიქნები ნიუ-იორკში და მერე გადმოვფრინდები თბილისში. ეხლა მეგობრები მეუბნებიან, ვარ, რა კარგია, მიდიხარ საქართველოში. დაისვენებ, კარგ დროს გაატარებ. ამ უარის ამ შრომატევა და ამ წვალებას მოშორდები და იქ იქნები კარგად. ეხლა რა თქმა უნდა, კარგად ვიქნები, იმიტომ რომ შენ სამშობლოში ხარ და შენ წრეში ხარ და ეს აუცილებელიც არის. მაგრამ ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ აი მაგას ვერ გებულობენ ხოლმე და ეხლა მე მინდა ეს გავშიფრო, ისი თქმა მინდა. მე ასულხობ ახლა ძალიან ახლობლები რო არიან ხოლმე და ეხლა მე თქვენ მეგობრებო ახლობლებ რა თვლით და მინდა რომ ავხსნა და მე ვამბობ ხოლმე, არა კაცო, აქ უფრო ვისვენებ ამერიკაში ვიდრე იქ მეთქი და ვერ გებულობენ ეს როგორ კაცო და აი მე ახლა ჩემებურად ავხსნი. ეხლა აი ბევრი რასაც აი რო იტყვიან ხოლმე ზოგჯერ აი ჭაობია ამბობენ ხოლმე ხო აი ამერიკა და არა მარტო ამერიკა არამედ უცხოეთში რო წახვალ და რო მუშაობ და მე ვერ შორდები და ხშირად უთქვათ რომ ეს არის დიდი ჭაობი რომელსაც ვერ შორდები და ამასაც ვერ გებულობენ რატო ამბობთ ხოლმე ჭაობია ეს ჩემნარი ადამიანებისთვის ეხლა უყურეთ რა არის თუ ემიგრანტი ხარ და წამოსული ხარ სამუდამოდ ეს სხვა თემაა მაგრამ ჩემნაირი ადამიანები გასტერბაიტერებს რო ეძახიან სამუშაოდ რო არიან წამოსულები ნუ აქაც გასაგებია ხო მოდიხარ ფული უნდა იშოვო და წაიღო მაგრამ ამ ფულის შოვნის ამ შრომით ამ შოვნით ეს გითხრებს ჭაობში და ჭაობს რატო ეძახი მოდი აი ერთი კვირა ვიმუშავებ სამი თვე ვიმუშავებ, ერთი წელი ვიმუშავებ, ორი წელი ვიმუშავებ, სამი წელი ვიმუშავებ და ეს ორი წელი, სამი წელი გრძელდება და გრძელდება, ვერ შორდები, რომ აი ფიქრობ აი გეგმა ხვალ მოვაგროვებ და ამასობაში გადის წლები და ზოგჯერ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს რომ დარჩეს ახლა და დარჩეს კი არა უკვე იმ კონდიციამდე მიდის რომ ფიზიკურად აღარ შეუძლია და იძულებულია წავიდეს სამშობლოში. და გონია რომ რაღაცა თანხა უკავია ხელში ჩადის და უკვე ახალგაზრდობას გასულია იქ ჩვენ გვილაპარაკია თავისი ნათესავების აღარ ღებულობენ და მე გაიხედავს გამოიხედავს და ცხოვრება წასულია და ეს უკვე ეს პერიოდი როდესაც უკვე ეს გასულია მაგრამ შენ ამ პროცესში რო ხარ აი რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ აი ახლა ჩვენ ხო შრომობთ ხარია რაღაც ფული და აი ჭაობში თავარი ჭაობში არ ჩაგითხიოს რა და აი ჭაობის ჩათრევა არის ძალიან თვალნათ ხედავთ ამას და ადამიანები ძალიან ბევრი მასა კი ახლა ჩვენ ვიძახით იქ რა ვქნათ საქართველოში ის არ არის იმდენი ხელფასი არ არის ის არ არის პირობები არ არის და იძულებულები ვართ აქ მაგრამ უყურეთ ამ რეგულაციას ანუ ამ ჭაობს ახლა ასე ჩვენ ვიძახით ეს არის სტაბილური სიტუაცია და წეღანაც რო თქვი რატო თქვი ეს რომ აქ უფრო ადვილია უყურეთ კი უყურეთ როგორ არის დილით ადექი წახვედი რაღაც სტაბილურობა იმუშავე კვირის ბოლოს აიღე ხელფასი წადი მე მეორე კვირას და უბრალოდ შენ ზრუნა იმ რაღაც ვალდებულებებზე რაც სამსახურშია ხო აუცილებელი იქ გაჩნია რა სამსახურში ახლა ამ კერძოდ ამ შემთხვევაში ახლა ჩემ რაღაც ძღოლურ ამბებში კი მე გაჩვენებთ ხოლმე ამ სიტუაციებს და რაღაც ვარიანტებს მაგრამ იგივეა დილით ადექი გაიარე შენი 600-700-800 მაილი საღამოს დაწეკი და აიძი დილით ადექი წახვედი რაღაცა ტვირთი აიღე და აი ესე მეორდება და ფაქტიურად პროფესიონალს უკვე არჩევებს უკვე პროფესიონალში რო გადადის ეს არაფერი არ არის და ფაქტიურად ეს არის სტაბილურობა ამ სტაბილურობას ბევრი ადამიანი ახლა ჩემნაირი ადამიანი არა ჩემზე ახლა ჩემნაირი კი არა ჩემზე ვიძახი ხა მე მიჭის ახლა სულ ეს სტაბილურობა ერთფეროვნება
კი, სტაბილურობაა, მაგრამ ჩემნაირ ადამიანს უჭირს და უფრო უნდა აქტიურობა და რაღაც ცვალებადობა. თუმცა მარტო ჩემს არ ვამბობ ადამიანსაც ახასიათებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აი მე იქ რა გავაკეთო, აქ რა გავაკეთო, აი სტაბილურობა ითრევს და აი სტაბილურობა არის ის ჭაობი, რასაც მე ვამბობ. არ ვიცი ახლა რანაირად ავხსენი, მაგრამ როგორ ეხა ვინც მოსმენა არის ის ხოლმე, აი ვერ გებულობენ ბიჭო, თუ სტაბილური შემოსავალი გაქვს, ისაა ჭაობი რატოა? ჭაობი იმითოა, რომ ერთი და იგივე მეორდება და ამ სიტუაციაში თითქოს ფული გიკავია, მაგრამ გახლობებთან ურთიერთობა არ აქვს, მეგობრებთან ურთიერთობა არ აქვს, შვილებთან ურთიერთობა არ აქვს და მთელი საკითხები, რომელიც მოყვება ამ იმას. არ ვიცი ახლა სამწუხაროდ როგორ აიცით, ახლა ვინც უცხოეთში ნაცხოვრებია, ნამუშევარია და იცის აქაური სიტუაცია, რაც ახლა მე ვილაპარაკე, ამას თავისუფლად გაიგებს და გამიგებს კიდევაც, მაგრამ ადამიანები, რომელიც არც ევროპაში არიან ნამყოფი, არც ამერიკაში, ან საერთოდ საქართველოს გარეთ არ არიან ნამყოფები და იძახიან, აი ევროპა კარგია, ამერიკა კარგია და კი რაღაც იმით კი არის კარგი, მაგრამ თუ არ ახარ ჩამწვდარი აქაურ სიტუაციაში და ამ გარემოში არ ახარ ადაპტირებული მოკლექსი წამოვედი და ამერიკაზე. ხო და რას ვამბობდი რა, რომ აი თუ არ ჩაწვდი აქაურ იმაში ვერ შეაფასებ და ჩვენ ხო გვახასიათებს, არ ვიცით კარგად რა ხდება და შორიდან ვაფასებთ ყველაფერს. აი ეგ მომენტია ესა და აი როგორ შევძელი აი ეს არ ვიცი. და აქედან გამომდინარე აქ სტაბილურად ახალ და ბევრ რაღაცას იკლებ და წნარად ახალ რაღაც, მაგრამ საქართველოში რო ხარ, რა თქმა უნდა შენ ხალხში ხარ, მაგრამ ეკონომიური, სოციალური, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ცვალებადებიდან გამომდინარე, უკვე ქართული იმაში უკვე უნდა იყო ფიქრობდე, შეცდომ არ დაუშვა, ბევრი კომპლექსია და ბევრი დინამიური თუ არადინამიური პრობლემებია საქართველოში და იქ უკვე უნდა იყო ძალიან ცოცხლად, კარგად და კარგად როგორ აი და იკვაჭო, არ იკვაჭო, ნუ სულ დინამიკაში უნდა იყო და ფაქტიურად გამოდის, რომ იქ უფრო ფსიქიურად და ფსიქოლოგიურად და იმათ უფრო იღლები და უფრო დატვირთული ხარ. მე რა თქმა უნდა გინდა შედეგზე გახვიდე და აქედან გამომდინარე ხან გამოგივა, ხან არ გამოგივა და ის გარემოება რაც ახლა საქართველოში ტრიალებს და რა ტრიალებს ძირითადად ტრიალებს ის უსამართლობის გარემო ტრიალებს, ხო იქ ასეთ არა ორდინარ ქვეყანაში ზოგი ძალიან დიდარია, ზოგი ნუ აი მოკლედ ვიტყვი რა, უსამართლო გარემო ტრიალებს და ამ გარემოში შენ უკვე გინდა შენი გაიტანო და აქედან გამომდინარე სად უფრო ადვილია აქ ამ ეხლა ჭაობი ეხლა ზოგიან უარყოფითად იძახის ამ სტაბილურობაში უფრო ადვილია ყოფნა თუ იმ საქართველოში სადაც აი ეს მრავალფეროვნება და ბევრი ენერგიის დახარჯვა გინდა. ნუ რა თქმა უნდა ეხლა მე რასაც ვლაპარაკობ, ეს ჩემი პირადი ის არის, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე ჩემებურად გამოსახე სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ასე თქვა რომ შენ საქართველოში დაისვენებ და კარგად იქნები. ცოტა ისე არ არის როგორც ამას მე მანდ ვერ ვხედავ. პირიქით, აქ უფრო წყნარად ახარ, მაგრამ ეს სიწყნარე რის ფასად გიждდება და ის ფასი რაც გიждდება და ახლობლად დაშვება, ნაღდად მე მაგალ პირად არ მიღეს და აი ესეთი გზა გამონახე, რასაც ვერ გასტებ ბაიბერობად, რა როგორ არის გასტებ. ნუ დროები წამოსული მომუშავე ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ლაპარაკობ ამას მე ყველაფერს. მაგრამ საერთო ჯამში მეგობრებო, მაინც ცხოვრება ლამაზია, ცხოვრება კარგია
მით უმეტეს ადამიანი, რომელიც აღმოაჩენს უფალს და უფლის გზებით ივლის და იმ ღირებულებებს განახორციელებს, შინაგანად დაწყნადები. ეხლა შენ გასტერბაებერი იქნები, ამერიკაში იქნები, ავსტრალიაში იქნები, საქართველოში იქნები, ომში იქნები თუ გაჭირის. სადაც არ უნდა იყო, შენ თუ ღმერთის გზით მიდიხარ და იმ ღირებულებებს დაიცავ და იმ ცნებებით ივლიე, რასაც უფალი გვასწავლის, ამას ყველაფერს გადალახავ. შენ ადამიანური აზროვნებით, ani ჰუმანიზმით ვფიქრობ, აი მე იქ კარგია, აქ კარგია და შენ ადამიანი ღირებულებებით ფიქრობ. ადამიანი ღირებულებები რა არის, რომ კარგი კომფორტი, კარგი შემოსავალი, კარგი კვება, რესტორანი, დროს ტარება და ეს ყველაფერი ხო? ეს გონია ჩვენ რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამ დროს რაღაცა გაკლია. ვერ აგზნობ კარგად თავს, ეხლა ხო, აი მაგალითად ფული მაქვს, ისა მაქვს, მაგრამ ვერ აგზნობ კარგად თავს და ამ დროს გადახედავ თქვა ინდოეთში, ბანგლადეში ან სხვა აფრიკაში, სადაც არაფერი ესეთი კომფორტული, კაი ცხოვრება არ არის, მაგრამ შეხედავ ადამიანს და ბედნიერია, წყნარად არის, მშვიდად არის და არ არის ისეთ დეპრესიებში და ისე რაღაც რეაქციული და აგრესიული, როგორც ვთქვათ, სხვა განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში. ისმის კითხავ, აი რა ხდება, ხო? აი წარმოგიდგენთ, აი იმ დროს გადაცემა ეხლა იმებს ვუყურებ ხოლმე ჩვენი ბიჭები რომ დადიან, ხო, იქ ბანგლადეში და რომ ღარიბი, ჭუჭყი, რაღაცა იმაში, მაგრამ არ არის გაბოროტებული, არ არის და კი, უჭი საჭმელი არ აქვს, მაგრამ რაღაცა ისაა რა, უფრო შვიდათ არის, ვიდრე აი ესეთ განვითარებულ კაპიტალისტ ქვეყნებში, რომელიც ერთმანეთს კვლავ იგიჟობენ და რაც ხდება მთელი ამბებია. ერთადერთი რა არის, რომ სიმშვიდე აქვს იმას მოპოვებული და სიმშვიდე ახლა მე ჩემებრულად და არა მარტო ჩემებრულად, სიმშვიდე უნდა მოიპოვო მაშინ თუ შენ ღმერთის და უფლის ცნებით იქნები და უფალი რას გვეუბნება რომ ჩვენ ხშირად ვამბობ მოთმინები და შენი და მოიპოვე სული ჩვენი სიმშვიდე და შენი და მოიპოვე სული ჩვენი და ეხლა არ ვიცი ბანგლადეშელი, ინდოელი და ისინი რას აკეთებენ, მაგრამ იმათაც თავისი ნაპოვნი აქვს ეს გზა, იმიტომ რომ სხვანაირად იმ ხედვით, რასაც ვთქვათ კაპიტალისტურ ქვეყანაში დისკომფორტს გქნობდა, ასეთი ცნებით გაზრდილი ადამიანი რომ მოხდება ისეთ გარემოში, ხო ძალიან დიდი ის იქნება, როგორ ვთქვათ, ხო, დისკომფორტი და მაგრივად ლამიჩება ტრაგედიამდე მივიდეს ეს დისკომფორტი. მაგრამ შენ თუ სიმშვიდე და სიწყნარე გაქვს მოპოვებული და რა არის გზა ეს უფალთან ერთად ამ პრობლემებზე მე თავისუფლად გადალახავ. ეხლა რატო წამოვიწყე ასეთი საუბარი, აი ხო ვამბობდი ეხლა თქვა ეს სტაბილურობა და ჭაობი მოვიტანე, ეს პირობა, ეს სიტყვა მოვიტანე, ეს სიტყვები როგორ ახლა ჭაობში, რატო ახლა დისკომფორტში გუშაობ, ხო გაქვს შემოსავალი, ხო გაქვს წება, მაინც ვერ ისვენებ. ამ დროს საქართველოში ვერ ვისვენებ, ხო, აი გამოსვლებია, პირილია, ჩავილია, ყველა რაღაცას ამტკიცებს, ყველა რაღაცას აწვება, ყველა რაღაცას, რატო მეგობრებო? აი იქაც აი თითქოს იგივეა, აქაც სიმშვიდეს ვერ პოულობდა, იქ ხო ვერ პოულობდა. ისე და ისე იქითკენ მივიდივარ, რომ უფალსა ვარ დაშორებული უფალს. მეტი რაც გვეუბნება, რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო, უბრალოდ ცოტა უნდა გაანალიზო, დაფიქრდე და ზომიერად მოიქცე, მაგრამ ვერ ისვენებ, აი მე საქართველოს მაგალითზე ვიძახი და რატო ვიძახი იმას, რომ მე საქართველოს შვილი ვარ და მისი მაცხოვრებელი ვარ და როგორ გინდა გამოხვიდი ამ მდგომარეობიდან, რომ ეხლა ზოგი ეხლა ბევრს არ მოეწონება ეს ჩემი ნათქვამი, რომ აი სიმშვიდე და შენი და მოიპოვე სული და ყველაფერს აქვს თავისი დრო და არა რა დროს დრო არის, ეხლა იმ დღეს უყურებდი. ახლა ხوارია ცნები მოთვნებით და შეიძლება და იქ ახალგაზრდა გოგო გამოდის რა ეს ოპოზიციონერი თუ რა ვიცი მოწინააღმდეგე და იწახის. როდემდე უნდა მოვითმინო. ან კიდე გამოდის ახალგაზრდა გოგოები რა 25-30 და აპატი როდემდე უნდა ვაპატიო და ამ დროს ეუბნება ქრისტე ეუბნება რამდენი უნდა აპატიო ადამიანს და შუჯერ მეტიო და აი მას ვერ ხვდებიან რა. ან კიდე აი ეს მაგარი გამოცვლელები რო ხავს ეს
მაგარი ვაშკაცი ტიპები რა, მეომრები, რუსეთს რო ეუმებიან და ყველას რო ეუმებიან. ცინიკურად რო ამბობენ ხოლმე ქრისტეს სხვა დათქვამი. ერთ რუკაში გაგარტყავენ, მეორე მიუშუროთ. აი მესამეზე რა ვქნა და აი ეს ელისაშვილის ტიპის მეომრები რო არიან რა. აი ეს და ელისაშვილიც ხო მაგარი ვაშკაცი ტიპია რაღაც აი უი და ავით ისტორია წვებოდა და ნახე ვისევძვი რასევძვი აქ გონება დატვირთე ხო გამოიყენე ეს გონება და ანესნება ხო გვაყიდო სიყვარულით და მოფერებით მოეკეცი ყველას და გამოდიან ეს აქტივისტები და სიყვარულით როგორ უნდა ვიყო იმასთან როგორ მეჯავრება ის მეზიზღება და ეს უნდა გავიდა აი ზიზღით და სიძულვილით რომ მოქმედებენ და მე ასე რომ ამბობ აი ზოგჯერ ხარი ხომ რა დღეში არიან ეს ქალები როგორ იგინებიან და როგორ ამართლებენ ხომ აი ხო ხედავ მთავრობა რა დღეში მიიყვანა რომ აი ესე არიან და ამ სიძულის და ზიზღის ენას ამართლებენ აი ეს მომენტი რა რაც ხდება ჩვენთან მე მოკლედ და ცოტა შეიძლება ეხარ თულად ვილაპარაკეთ თულად ლაპარაკობ ეს არის უღმერთობის სინდრომი რა ზოგჯერ ამბობ აი ღმერთი ესე იგი თუ შენ ღმერთი გზით მიდიხარ მორიდებული ხარ მომთმენი ხარ ამას სისუსტეთ აღნიშნავენ და ეს სისუსტეთ რომელიც მე ასეთი ადამიანი უკვე სატანას მისდევს, იმიტომ რომ შენ თუ ხარ მორიდებული, წყნარი, მშვიდი და სიყვარულისკენ და მშვიდობისკენ მოუწოდეთ ადამიანს, ამას გეუბნებიან შენ ხარ სუსტი ადამიანი და მე პირადად მეცინება არა უბრალოდ რა არის, აი ადამიანები არ არიან ჩამწყნარი ამ უფლის და ღმერთის სიტყვებს და აქედან გამომდინარე, იმიტომ ვარც აი ესეთ გაწამაწიაში და ეხა ორწმუნე ადამიანი რომელიც ჩამწვდარია ამ აზროვნებაში ხდება ამას ყველაფერს და ამას უნდა მოთმენით და სიყვარულით მიიღოს ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ სატანა, ლუციფერი და ეს ღმერთის მოწინააღმდეგე ადამიანი ამ მოქმედებს, მაგრამ ეხლა მე რო ვიტყვი ამ სიტყვას სატანას ალბათ ზოგიერთს გაეცინება და ეს ისე უბერავს ნუ რა ვქნა მე პირადად ალბათ თქვენ ჩემო მეგობრებო თუ ვივიდით ღმერთის გზით და ღმერთის ცნებებით და ჩვენ დაგვიძახენ უბერად, გვეძახენ უბეროთ და ჩვენ ღმერთთან ვიქნებით და უბეროთ რა მაგაჭკუაში, მაგრამ საერთო ჯამში ვინ უბერავს ეს მე მომავალი და შემდეგი ცხოვრება გვაჩვენებს. რაღაც უცბად ლაპარაკში გადავერთე, მაგრამ როგორ არის ხოლმე ჩვენ აზრებს გიზიარებთ ხოლმე და აქედან გამომდინარე აი ესეთ უცბად ფიქრებში გადავედი, მაგრამ გადახვედი თუ არ გადახვედი, მაგას ვერ გაიქცევი. იმიტომ რომ ეს რეალობაა და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ რეალობაა რა სამყაროში და რა გარემოში ცხოვრობთ ახლა ჩვენ ყველა. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ ამბებს. ეხლა გაგიკვირდებათ მეგობრებო, მე ახლა ვიმყოფები აიოვაში, მივდივარ მინესოტაში და რამდენია ტემპერატურა? -18 გრადუსია და ავდივარ -25 გრადუსამდე. ეხლა რაღაცნაირად აი იქითკენ ცოტა მარჯვნივ რო წახვარ ილინოისკი დიდი თოვლია. აქითკენაც რაღაც ის არის დიდი თოვლია და ეს შუაში გავდივარ რა. და ამას როგორ ვაკეთებ ხოლმე იცი საერთოდ ზამთარში ყოველთვის აი ძოლები რომ მივიდო აი რაღაცა ტვიც რო აიღებ და რომ მიდიხარ უნდა წინასწარ გადახედო სად რა ამიდია სხვათა შორის ეხლა საშუალებები გვაქვს რომ განსაზღვროთ სინოპტიკოსების საშუალებით სად როგორი რამდენი ნალექია და ეხლა მე დავჯიქი და ესეთ დავჯიქი წინასწარ არ დავიზარე და ესეთი მარშრუტი ავირჩიე მართალია სოფელ დავდივარ ასეთი მიხვრებული არანაირი ვიწრო გზებით, მაგრამ ღირს ჯობია ცოტა ძელი გზა გაიარო და ამ თოვლებს და ამ ყინულებს მოერიდო და ესე იარო და ესე მოვდივარ მე და მგონი გაამართლა ამ ტაქტიკამ. მაგრამ უკვე -15 გრადუსზე უკვე
მაგრამ ცოტა ღელა, იმიტომ რომ ის სპეციალურად ის ვიყიდე, სპეციალური სითხეა, რომელიც ახლა საწყოს რო ჩავასხო, ისიც უნდა დავამატო, ჩავასხო, იმიტომ რომ შეიძლება დიზელი გაიყიდოს და აქედან გამომდინარე თავს დავისვრო რა. მაგრამ მეორე ხრი კარგია, ხო რა, კაი ამინდია, ნახეთ შეხედეთ. ზიამოდის და რაღაცა კაი განწყობაზეც ხარ. ესე ჩვენი ერთ-ერთი ბოლო რეისია და ჩემი ლაპარაკი ვინმეს კი არ ვაძალებ, მეგობრებო, უბრალოდ მე ჩემ მაგალითზე გაჩვენეთ ეს და ჩემი ფიქრები გაგიზიარეთ. თორემ, რა თქმა უნდა, ადამიანი თვითონ იჩევს ყველაფერს, უბრალოდ მე რასაც ლაპარაკობ, ჩემებურად მე მაგრამ შველის. უბრალოდ ეხლა ჩვენი არხიდან გამომდინარე, ვინაიდან აქ აჩვენებ ჩვენ ფიქრებს და სიტუაციებს, ეს ჩემებურად ეს გადმოგეცით ეს უფლისა და ღმერთთან ურთიერთობის ვარიანტი ჩემ შემთხვევაში და აქ იქნები თუ იქ იქნები მე პირადად შველის რა უკვე მეორდები, მაგრამ ნუ რა ვიცი, აი ღმერთთან რო ხარ ისი უნდა გეშინოდეს და კი არის დაბრკოლებები ის არის, მაგრამ მე ისე იმას ვიზახი რომ რა ვიცი, აი და შეიცნოს ადამიანმა ეს და ყველაფერი კარგად იქნება, თორემ დანარჩენი ისე და ისე წმენის მთავარი არსი არის თავისუფალი არარჩევანი. ყველა იცის თავის გზას. მე ჩემებურად ვამბობ და ვიყოთ ღმერთთან, ვიყოთ უფალთან და ყველაფერი მოგვარდება. -20 გრადუსი იქნება. ყველაფერი მოგვარდება თუ ჩვენ ფრიზით ვიდით. კარგიტავა მეგობრებო, ცოტა ესეთი რაღაც უცნაური ეს ჩემი გულის ნათქვამი იყო, შეიძლება კარგად ვერ გამოვსახე ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება თუ ჩვენ უფალთან ვიქნებით. ამის თქმა მინდოდა. დანარჩენი, რა ვიცი, გავაგზავნოთ ჩვენი ვიდეოები. ეხლა ნიუ-იორკში ალბათ რაღაც ჯერ გადავიღოთ რა, კარგად, კაი დადებითად, ეხლა წავალ დეტროიტში მანქანა ჩავაბარე და მე შეიძლება ნიუ-იორკში რამდენიმე ერთი-ორი ვიდეო გადავიღოთ და გამოვებზაროთ თბილისში. იქითო ჩვენი ამბები გავაგზავნოთ და რა თქმა უნდა ისეთი ვიდეოები და ისეთი სიუჟეტები გადავიღოთ, რომ ყველასთვის იქნება სასარგებლო, სასიამოვნო და მოკლედ კონკრეტულად ვიტყვი, რომ ვიყოთ კარგად. კარგად, აბა შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. უფალი იყო ჩვენთან. მოდი მაინც ცოტა ვიდეო საინტერესო რო იყოს. აი ახლა მოვხდი ასეთ ამერიკულ ქალაქში. ნახე როგორი და თვითონ კაციშვილი არ ცხოვრობს. ქალაქი არა რა, პროვინციული ქალაქი. აიოვაში. უბრალოდ დაგტოვებთ ასე და თქვენ ფიქრებთან და მე თქვენ აზრებთან და თქვენ შტაბიძლებთ. პროვინციული ამერიკული ქალაქი. კვირა დილა. -20 გრადუსი, არა, -18 გრადუსია. კარგი, დაგემშვიდობებით და დამთავრდება ჩვენი ვიდეოც ამ ქალაქის სიუჟეტისა. ხედები.